და შავი ტყუილი არსებობს. აი ჩემ მეგობარი არის ერთი უსაყვარლესი, რომელიც მეუბნება, რომ მე აი თქვათ ერთი შეყვარებულზე მეუბნებოდა, რომ მე არ ვეუბნები მას, რომ ტყუილს არასდროსო. თუ ვეუბნებიო, თეთრი ტყუილიაო რა. ეს თეთრი ტყუილი მეთქი მაგალითად რა არის? და აი მაგალითად თუ არ მინდა რომ ნახო, არ მინდა რომ ეწყინოსო, რა თქვა დღეს მინახო არ მინდაო და ვეუბნები რომ დღეს თქვა მივდივარ რაღაც საქმეზე ან რაღაც ჩემ სხვა მეგობარს ნახულობ და ასე შემდეგ. ამ დროს შეიძლება რეალურად უბრალოდ არ მინდოდეს დღეს მისი ნახვაო და ეხლა ნახე რა ხდება. ხდება ის რომ სამწუხაროდ თითქოს და ეს თეთრი ტყუილია, მაგრამ თეთრი ტყუილი კი არა, ძალიან დიდი და სერიოზული ტყუილია რა. იმიტომ რომ შენ გამოდის რომ იმ ადამიანს ვერ ეუბნები, რომ ყოველთვის მასთან ყოფნა შეიძლება არ გინდოდეს, ამ კონკრეტულ დღეს უბრალოდ არ გინდა და არ ჯობია რომ უბრალოდ ადგე და როგორ გითხრათ, უთხრა სიმართლე. იმიტომ რომ სიმართლეს თუ ეუბნები, სამყარო ასე ამოწყობილი. შენ ვერავის ძალით ვერ დაარწმუნებ და შენთან ვერ ამყოფებ და ვერ მოიყვან. მთელი ეს ჩვენი მცდელობა რომ ვიღაცეებისთვის მისაღები ვიყოთ, ვიღაცეებმა დაგვინახონ, ვიღაცეებმა დაგვაფოლონ, ვიღაცეებმა სამსახურში მე აგვიყვანონ და ბევრი ფული გადაგვიხადონ, ასე შემდეგ. მთელი ეს ყველაფერი არის თითქოს სხვაზე დამოკიდებული. და იოგურათაც ასეა და მე ფსიქოლოგიაშიც ამას ეუბნებიან ხოლმე ძალიან ხშირად ადამიანებს, რომლებიც მიდიან თქვა თერაპიებზე და ასე შემდეგ. შენო შინაგანი საყრდენი უნდა მოძებნო. აი ეს შენი შინაგანი საყრდენი არის ის ground chakra, ის შენი საფუძველი chakra, პირველი chakra, რომელშიც თუ არ არის დაბალანსებული ენერგიები, მაშინ შენში ნახე რა ხდება, სადღაც ხდები იმდენად დამოკიდებული სხვის აზრზე. დედამ რა თქვა, მამამ რა თქვა, მშობლებმა რა, ბებია, ბაბუა, მეგობრები, კონკრეტულ ნაცნობები სამსახურში რა სიტყვიან. მოკლედ, აი ეს ხალხი რა სიტყვის, ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, ამაზე დამოკიდებული თუ ხდები, შენ კარგავ რეალურად ძალიან ხშირად იმას, რაც კარგავ კი არა, აი საერთოდ ივიწყებ. აი თქვენ თავი რო გაიხსენოთ, არ ვიცი რამდენი წლის ხართ, ხო? როცა იყავით 11, 12, 13 წლის რაღაც ოცნებები რო გქონდათ, საწავიდა ის ოცნებები, ძალიან ხშირად ამ ცხოვრობთ ეს ოცნებები იკარგება. და ადამიანები სხვა გზას მიყვებიან, სხვა არჩევანით და ასე შემდეგ. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მიდის რო კარგად, აი რამდენად მანდ ვერავინ ვერ დაგეხმარება, თქვენ თვითონ იგრძნობთ. ესეთი რამე არის რა, ეს შეგრძნება რომ შენ თავთან მარტო ხარ და კარგად ხარ. და არავინ არ გეზიზღება და ხვდები განსხვავებულობას. აი ეს პირველი შეგრძნება არის, ნახე საიდან მოდის, რომ იქ მოდის შენ თავში დარწმუნებულობიდან. შენ თავში როცა დარწმუნებული ხარ და არ გაინტერესებს აბსოლუტურად არავინ და არაფერი. არსებობს ეგეთი გამოთქმა ინგლისურად being unapologetically yourself. If you are unapologetically yourself, აი ნამდვილად, აი ბრუტალურად, მართლაც ავთენტური ხარ შენ თავის, აი მიყვები იმას, რასაც შენ ეძახი ხანდახან გულისხმას, ინტუიციას და ასე შემდეგ. მე ძალიან კარგად ლაგდება ცხოვრება.